თითქოს გარდაუვალი ლელო უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ მოხდა ასე. აქ მორკინალები კარგად იცავენ თავს ჯერჯერობით ჰოლანდიელები. პირატესობა გვაქვს თამაშს. უხელო ბოჭვეც იყო თუ ჩემი გადმოსახედიდან კარგად თამაშობს ვასკაზან და არაჩვეულებრივი ლელო ქართველი მორაგბეების შესრულებით. კი, კახოიძე ზუსტად იქ აღმოჩნდა იმ გახსნილ სივრცეში, სადაც უნდა შესულიყო და ვასკამაც არ დააგვიანა პასი შესაბამისად. პირველი ლელო ვიხილეთ დღევანდელ შეხვედრაში, ნახოთ აი გამეორებით. დაინახა კი მოძრაობას დაიჭირა ვასკამ მოწინააღმდეგე და კარგად მიყვა თორნიკე მერე ფერებში ამ ბალახსა და უკანა მოედანზე უკანა მოედანი ხელოვნურია. ხალხო პლასტმასია ის. რბილი, მაგრამ მაინც საინტერესოებებით მოხდა. ჩვენი ძლიერი მხარე ნელა ხელით თამაშიც ძალიან ხდება, ამიტომ რაც ეს ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნოა სხვათა შორის. შორი დარტყმა ნინიაშვილის ისტრაფეში ძალიან სახიფათოა კვესელაძე, გორგაძე, აბუცაძე ჩაიგდო ხელთ და აკრიფას ისტრაფე. კარგი ბოჭვა გააკეთა სხვათა შორის ამირ რემდე მაკრმა და გაჭრა ნინიაშვილმა ხაზი. აი ეგ მიყოლა ჭირდება მარტოა ნინიაშვილი თავად დაასრულებს. აიმე რა პასი გააკეთა ეს კაცი ვინ არის? ეს რა იყო? საიდან მოიპარა ნინიაშვილმა ბურთი და შემდეგ როგორი გადაცემა ვასკამ იყო ბოლომდე და დაასრულა კიდეც ეს შეტევა. ულამაზესი ლელო ვიხილეთ. დააკვერდით აბა. გამტანის პოზიციაზე მივიდა დავითი. დაინახა რომ იქ არავინ არ იყო. ერთი სრულ მოძრაობით და აი აქ ხედავდა რომ ვასკამი ეყვებოდა და რა პასი გააკეთა. იქ რაღაცას ამოწმებენ წინ პასი წინ ხო არ იყო, მაგრამ არა, გარდასახვა. გავიდა 14-0. ხო, ოჩახ ინდივიდუალური თამაში. რა დგას ფეხზე სწრაფად უნდა გავიდეს ბურთი. გორგაძე. კიდე სწორია აბსოლუტურად. კი, ის არის ნინიაშვილი გადასული 10 ნომერზე საბა. მარჯვნივ შემოტრიალდა ნინიაშვილი რა მაგარი გადაცემა, ესეც კარგი გადაცემა და ლელოთი დასრულდება ეს შეტევა აუცილებლად. ესეც მსოფლიო რეიტინგში კიდევ ერთი ლელო ემატება აკაკი აბუცაძეს 45. კარგად იყო ძალიან გათამაშებული, იქ კვესელაძე დამალული იყო ნინიაშვილის ზურგს უკან, კარგად გაატანეს მას პასი, შემდეგ ძალიან კარგი გადაცემა მოიჭრა მთლიანად დაცვა და დაასრულა ეს შეტევა პაპუნაშვილი უკაცრავად. აი ამ ერთი გადაცემით უკვე გამოტოვებით პაპუნაშვილმა მცველები ჩამოაშორა აბუცაძეს და მანაც დააკეთა ის რაც ყველაზე კარგად გამოსდის. ცითელბარაც მიიღებს გორგაძე კი ბატონო. ისე როგორც ახსნა საჯმა და ვერ შეედავები, რა თქმა უნდა ვერ შეედავები, წითელი ბარათი იქნება. 14 კაცით მოგვიწევს თამაში. და შემდეგი თამაშისთვის კიდევ უფრო. და წითელი ბარათი ოჩახ, ეს ჟესტი კიდე ძალიან კარგია რა. ისინი ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან და არა მტრები. და თამაშობს მორკინალებს, მამაიაშვილი კარგად წაიღო წინ. აქ საიდან თამაშობს ახლა ეს ვანომედი რა უნდა საერთოდ ბურთს უნდა დაანებოს თავი ჩამოყალიბებულია. უპირატესობა გვაქვს თამაშგარის, ხაზზე გამოვიდა. ახლო შეყვანილი კახოიძე შენარჩუნება საჭირო, შევინარჩუნეთ. ბატონო არ გადაგვალეთ უპირატესობაც გვაქვს. საღინაძე ძალიან ახლოს ვართ, თუმცა ჯერჯერობით ჩათვლის მოედანში ვერ შევედით, აი ახლა შევედით და გავიტანეთ ლელო. ეს მოთამაშე კი გახლავთ მამაიაშვილი, ეკუთვნოდა ამ კაცს ნამდვილად, ძალიან აქტიური იყო და კარგად უტევდა. გარდასახვაც ზუსტია 26-0. მორკინაძე შეყავს. ისევ ნინიაშვილი ზურგს უკან, პაპუნაშვილი გრძელი
კახოიძეზე, კვესელაძე. კარგად ჩაერთო სისწრაფეში კვესელაძე, აი ეს მოძრაობა ძალიან კარგი იყო, აი ეს მოძრაობა, რომლითაც შემოიყვანა ბოლო მცველიც თავისკენ და შემდეგ გააკეთა გადაცემა საღინაძეზე, ძალიან კარგად ითამაშა ამ შემთხვევაში კვესელაძემ და საღინაძემაც დაუფასა ეს ყველაფერი და დაასრულა შეტევა ლელოთი. და კიდევ ერთხელ გამეორებით ნახეთ აი ეგ თითქოს გადაიფიქრა და აი ამ მოძრაობით უკვე ბოლო მცველი დატოვა თავისთან გამოუჩნდა სივრცე საღინაძეს და სწორედ გარდასახვა ზუსტია 33-0. ვათამაშებთ როგორც ჩანს კვათაძე თვითონ წავიდა წინ შეგბოჭეს იქვე ჯავახია შევიდა ლელოში და გაიტანა კიდეც კარგი გამხელა კაცის გაჩერება ლელო ხო ძალიან ძლიერია ფიზიკურად ძალიან დიდია და ისი ლელოების უმეტესობა რომ ნახოთ სწორედ ასეთ სტილში აქვს გატანილი როცა ბურთს იღებს რაქიდან და ინდივიდუალურად აი ესე ძალის და ტექნიკის დემონსტრირებით შედის ჩათვლის მოედანში. სწორედ ეს გააკეთა ახლა შავახიამ და მიითვალა კიდევ ერთი ლელო. Il tell me when it's 20 and 10. Oui, il me dit quand c'est 20 et après quand c'est 10. Merci à vous. დარტყმა ზუსტია. მაშინ გახვალთ დღეს, რომელიც მალევე დაიწყება, შესაბამისად სარაგბო დღე გრძელდება, კიდევ ერთი უპირატესობა მიიღეს, დავჯარიმდით. 16. გაათამაშეს სწრაფად უყურეში. გაათამაშეს 10 მეტრი არ ყოფილვარ ჩასული უკან და აქ ლელოს გააგვიტანენ, კი ბატონო, ასეც არის. ჰოლანდიელების კი ბატონო, ჰოლანდიელების ლელოთი დასრულდა დღევანდელი შეხვედრა. გახარებულები წავლენ სახლში ჰოლანდიელებიც. თავისი გავლენა იმოქმედა მოკლედ გარდასახვა ზუსტია 47 დასრულდა აბსოლუტური დომინაციით და სრული კონტროლით როგორც მოსალოდნელი იყო. ნახოთ შემდეგ კვირაში უკვე ესპანეთთან როგორ შეხვედრას ჩავატარებთ. წინააღმდეგობის მეტი მოლოდინი გვაქვს ესპანეთიდან წეს შესაბამისად თან გასვლას ვთამაშობთ. მადრიდში მოტივირებულები იქნებიან ესპანელები ჩვენთან სათამაშოდ.